როგორ მივაღწიოთ წარმატებას პატარა ამბავი. უშველებელი დარბაზი სცენაზე დგას მილიონერი, ყვება როგორ მიაღწია წარმატებას. მოყვა პრინციპები, სირთულეები, თავისი გზა, ბოლოს აჩვენებს წიგნს და ამბობს, რომ მე წავიკითხე თავის დროზე აი ეს წიგნი, მივყევი, ვიმოქმედე და მივაღწია წარმატებას. დარბაზის 80%-მა მოისმინა უბრალოდ და 20%-მა ჩაიწერა წიგნის დასახელება. ამ 20%-დან 80%-მა არ შეიძინა ეს წიგნი, მხოლოდ 20%-მა შეიძინა და ამ 20%-დან ვინც შეიძინა ეს წიგნი, 80%-მა ლამაზად შემოდო თაროზე, კმაყოფილმა რომ აქვს წიგნი და 20%-მა წაიკითხა. ამ 20%-დან ვინც წაიკითხა, 80%-მა არ გამოიყენა, ანუ არ გადავიდა ქმედებაზე და 20%-მა გამოიყენა ეს წიგნი. ხოლო მათ ვინც ქმედებაზე გადავიდნენ, აქედან უმეტესმა ნაწილმა პირველივე წარუმატებლობაზე დაანება თავი, მიზნისკენ სვლას. და დარჩა ძალიან მცირე ნაწილი, ვინც მართლა მიაღწია წარმატებას. ამიტომ ხდება, რომ ნებისმიერ სფეროში უდიდესი ნაწილი წარუმატებელია და ძალიან მცირე ნაწილია წარმატებული. და ის უდიდესი ნაწილი შემდეგ ყვება, რომ ეკონომიკა არ ვარგა, ბედი არ მაქვს და ბევრი სხვა რამ. ასე რომ აი ეს